გამარჯობა, მე ვარ ლიკუნე ჩაჩიბაია და პირველი კითხვა რაც უჩნდებათ ხოლმე ჩემთან, ეს არის როგორ გამიკეთდა ხელის ამპუტაცია. გადმოვარდი მე-9 სართულიდან 2012 წლის 29 მაისს, რის შედეგადაც პირველი გამიკეთდა სასიცოცხლო ორგანოს ოპერაცია და ყურადღებას საერთოდ არავინ არ მიაქცია ამ ხელის შეშუპებას, განშავებას და ასე შემდეგ. შესაბამისად მესამე დღეს უკვე გამიკეთდა ხელის ამპუტაცია და ეს იყო ჩემი ცხოვრების 360 გრადუსით შეცვლა უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა, და მის მერე დაიწყო ჩემი ცხოვრება სპორტული თვალსაზრისით, აქტიური თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ შემდგარი ლიკუნა ჩაჩიბაია დაიბადა 29 მაისს. ეს ყველაფერი დაიწყო 2016 წლიდან, როდესაც მე ვიყავი პროექტ ნიჭიერში, დაინტერესდნენ ჩემით და შემომთავაზეს, რომ სურვით დავკავებულიყავი. დავკავდი კიდეც, მაგრამ ეს იყო ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში. სურვის შემდეგ გადავედი ტაეკვანდოზე. უბრალოდ აქ 2 წლიანი ჩავარდნა მქონდა და ის 2 წელი რომ ვიგემე, როგორი ცუდია, რომ იყო უსაქმური, არაფერი არ აკეთო. მაგის წყალობით ზუსტად ყოველ დილით ვიღვიძებ ხოლმე და მივდივარ ვარჯიშზე, მივდივარ იმ შემართებით, რა შემართებაც მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი რაც ახლა მაძლევს სტიმულს, ძალიან დიდ შედეგამდე მიმიყვანს და ამის იმედს არ ვკარგავ არასდროს. პირველი პრემიალური შეჯიბრი იყო ჩემთვის ტაეკვანდოში, ეს ევროპის ჩემპიონატი. დღითი დღე ვრწმუნდებოდი იმაში, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და ახლა ბოლომდე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ამის შემდეგ იყო პატარ-პატარა შეჯიბრებები, რომლებიც მთავრდებოდა ყოველთვის ისე, როგორც არ მინდოდა, თუმცა არც იმაში ვარ უკმაყოფილო, რომ ბრინჯაოს მედალოსანი ვარ უმეტეს შეჯიბრზე. და იყო სალიცენზიო შეჯიბრი, ისევ რამოდენიმე თვის წინ, სადაც თამაშდებოდა პარიზი 2024-ის ლიცენზია, სადაც ისევ ვერ გავაკეთე ლიცენზია და ეს იყო ჩემთვის რაღაცა კოშმარული სიზმარი, რომელიც დადებითად არ დასრულდა და კარგად არ დასრულდა. საერთოდ არ ვაპირებ იმას, რომ ჩემი მუხტი დავაგდო, საერთოდ არ ვაპირებ იმას, რომ რამეს თავი დავანებო, პირიქით ვამბობ იმას, რომ ყოველი ჩემი მარცხი იქნება ჩემი შემდეგი გამოწვევა და მე აუცილებლად მივაღწევ იმას, რომ ახლა თუ ლაპარაკობენ, რომ ლიკუნა ჩაჩიბაიამ შეძლო და სახლიდან გამოვიდა ერთი ხელით, ვალაპარაკებ იმას, რომ ლიკუნა ჩაჩიბაიამ შეძლო და ამდენი წლის შემდეგ გახდა ჩემპიონი. ვისაც აქვს მსგავსი, არა მსგავსი, თუ რავი, აქვს რაღაცა disability, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მოკლედ, არ გაბოროტდნენ, იმიტომ რომ ძირითადად ვისაც ვხედავ ხოლმე არიან გაბოროტებულები და გონიათ რომ მაგათ თუ ხელი არ აქვთ ჩვენი ვინმე მოკვდავების ბრალია. რაღაცა დადებითი უნდა დაინახო იმაში, რომ შენ ეს შეგემთხვა და შენ ეს გადაიტანე. უმიზეზოდ არაფერი არ ხდება. ბავშვობიდან წარმომიდგენია თუ როგორი წარმატებული ადამიანი არსებობს ჩემი სახით. და ერთადერთი დანამდვილებით ეს ვიცი, რომ აუცილებლად ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევ, იმიტომ რომ არც შრომა მეზარება, არც რა შეიძლება კიდე სჭირდებოდეს ადამიანს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, არაფერი არ მეზარება, რაც შეიცავს ამ ყველაფერს.